ქართულ ოცნებასთან მიმართებით და იმასთან დაკავშირებით რაც ხდება ახლა ივანიშვილის პარტიაში და ივანიშვილის გუნდში აქამდეც გვაქვს ბევრჯერ ნათქვამი. ეს არის კლანური პარტიული სტრუქტურა, რომელიც იმართება კორუფციული სქემებით. კორუფციული სქემები ძალადობაში ერთმანეთის და კორუფციაში ერთმანეთის გასვლით და ამ უზარმაზარი კორუფციულ სქემებს და საქმეებს არ ხავს მხოლოდ ერთი სახე ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის უბრალოდ რაღაცა კლანებს შორის დაპირისპირება, სადაც კობახიძე ებრძვის ღარიბაშვილს, თუმცა ჩვენ მე არ მგონია რაიმე იცვლებოდეს. ყველა იქ ვინც არის შეკრებილი უმრავლესობა გასვლილია კორუფციაში. და თუ ჟურნალისტური გამოძიებები ან თქვენი ტელევიზიის ან სხვა ტელევიზიების აღმოჩნდა მართალი ღარიბაშვილთან მიმართებაში, თან ყველა ბრალდება ან ეჭვი, რომელიც ყველაფერი თუ სიმართლე აღმოჩნდა ბურჭულაძეზე, ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე, აი სხვებზე რომ არის მსგავსი სიუჟეტები გაკეთებული თავისი ძალიან გონივრული ეჭვით, მტკიცებულებებით, კონკრეტული ჩვენებებით და კომენტარებით. ისინი არ არიან კორუფციონერები, მათზე არავის არ გარჩენია ეჭვი. აი პროკურორი ხო ამბობდა ღარიბაშვილის პროკურორი 7 თვის წინ ამბობდა რომ არანაირი შეკითხვა არ გაგვაჩნიაო და დღეს თურმე შეკითხვა კი არა ათეულობით მილიონის რაღაც სადაო ქრთამი აქ აღებული, აქედან გათეთრებული თანხი და ეს მხოლოდ მცირე მაჩვენებელია. თავარი არის მათი შიდა კლანური დაპირისპირება ერთმანეთი გააფუჭონ, ამოთხარონ. და რაც მთავარია და ყველა კოდს უნდა ესმოდეს. ის რომ განსაკუთრებულად ჩინოვნიკებს უნდა ესმოდეთ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც არ იცის არც მეგობრობა, არც ერთგულება, არაფერი არ იცის საერთოდ. ირაკლი ღარიბაშვილი გაანადგურა, როცა დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე, როცა კორუფციულ სქემებს ატრიალებდა და ფულს იპარავდა, ბიუჯეტის ფულს იპარავდა ირაკლი ღარიბაშვილი, ამის შესახებ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი უთვალთვალებს თითოეულ თავისი გუნდის წევრს. სრულყოფილად აქვს ინფორმაცია და ყოველ საღამოს კითხულობს ეგრეთ წოდებულ დოსიეებს, სუსის დოსიეებს და კრებსებს საკუთარ გუნდის წევრებზე პირველ რიგში. სანამ წაიკითხავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ვინ რას ამბობს ან რას აკეთებს, მანამდე საკუთარ გუნდზე კითხულობს. ყველაზე მეტად ეს ანაღულებს ბიძინა ივანიშვილი, რას აკეთებს, აბა ვის როგორ ჩაეჭიდება, რომ ესე იგი ზურგზე მიდებული ჰქონდეს დიდი მახვილი და გილიოტინაზე კისერი გადებული. მოდი ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა გავლენას ახდენს ეს თავად ივანიშვილის მიერ აშენებულ მმართველობით სისტემას და მოდელზე. იმიტომ რომ ბევრი მაგალითი იქნა მოყვანილი, არსებობს უკვე სპირალში ღრმად შესვლისა და გარდაუვალობის თეორია, რომელიც ითვალისწინებს მუდმივად გამოხშირვას რეპრესიების ჩამტარებლების ხელით, შემდეგ ამათსავე რეპრესირებას და ამ მეთოდებით მართვას, ანუ მთლიანად შიშზე დაფუძნებულ სისტემას. არის საუბარი რაღაც გარკვეულ პიროვნულ სახასიათო სპეციფიკაზე, რომელიც გაძლიერებული ეჭვიანობის შედეგად ადამიანების ამოჩემებას უკავშირდება, რაღაცა ესეთი შეიძლება ჩვეულებრივი რამ, რაც ჩვენთვის შესამჩნევი არ იყოს, მისთვის პრობლემური იყოს და ამაზე დაშენდეს, შემდეგ ძალიან ბევრი რამ, რასაც ალბათ ძალიან ოსტატურად იყენებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ივანიშვილის ყურთან უფრო მეტი წვდომა და როგორც ჩანს ბოლო ხანებში ამ მხრივ კობახიძე აშკარად იყო დაწინაურებული, მაგრამ ივანიშვილზე დაკვირვება იმასაც გვიჩვენებს, რომ არავის აქვს გარანტირებული ეს ადგილი ყურთან. შეიძლება ყურთან ახლოს იყო და შემდეგ სხეულის სულ სხვა ნაწილთან უფრო ახლოს აღმოჩნდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ეს თავად ივანიშვილის ამ მოდელის მდგრადობაზე შიგნით? როცა ხალხი უყურებს, რომ ყველაზე ერთგული ადამიანი, რომელმაც გასვარო კი არა სიამოვნებით რომ მიიღო მონაწილეობა ყველა ძალიან ბევრ პრობლემურ ცუდ არასამართლებრივ საქმეში, ჩვენ როგორც მედიის წარმომადგენლებს ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ღარიბაშვილზე, ხო? ასე თავარი სანქციის გამცემ დარბევაზე იყო სწორედ ღარიბაშვილი, მაგრამ ბევრი სხვა მიმართულებითაც ეს ადამიანი მაინც დაისაჯა. ანუ აღარ არსებობს რაღაცა პრინციპი, რასაც შეიძლება მოეჭიდოს მეოცნებე ელიტის წარმომადგენელი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც გრძნობდეს თავს მშვიდად ამ სისტემაში. აი რა გავლენას მოახდენს ეს თავად ივანიშვილის ძალაუფლების მდგრადობაზე? ნამდვილად თალსახად და უკვე გამოცდილებამ და ემპირიულმა დაკვირვებამ აჩვენა ის, რომ კოცი, რომელსაც თავადვე სისტემა
ცვრის კონკრეტულ დანაშაულებებში იქნება ძალადობა, უკანონო თვალთვალი, ცრუ მოწმეობა, კორუფციაში გასვლა თუ ასე შემდეგ, თავადვე ცვრის კორუფციაში, უბედურებაში, დანაშაულებებში, მაგრამ შემდეგ თავადვე წირავს. ამისთვის სჭირდება მას, რომ ეს ტალახი ყველას მოცხოს, ივანიშვილს, კობახიძეს, ქართულ ოცნებას, რომ ყველას მოცხოს. ეს ტალახი შემდეგ ყველა ყავდეს კომპრომეტირებული ამ პროცესს აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ღარიბაშვილთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ ღარიბაშვილი აღმოჩნდა ის პოლიტიკური სახე ივანიშვილის გუნდში, რომელმაც შეძლო ამ ყველაზე მათ შორის რადიკალური, ქართული ოცნების რადიკალური მხარდამჭერების მობილიზება და მათ შორის ცოტათი რადიკალური ბნელი იდეების გენერირება საკუთარი თავის გარშემო. მას ჰქონდა ღარიბაშვილს საკმაოდ უკვე დამოუკიდებელი ავტორიტეტი და მოჭიდება და მის გათავისუფლების, მისი ნაღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აგორების შემდეგაც ნათლად გამოჩნდა, რომ ვიღაცა იქ ერთი პროპაგანდისტი, მეორე პროპაგანდისტი, ჟურნალისტი, მესამე ვიღაც პროპაგანდისტი ექსპერტი, რომელიც გარშემო ქართულ ოცნებას ყავდა, ვიღაცები გამოეკომაგნენ, ვიღაცები სინოდიდან გამოეკომაგა, ვიღაცები ქუჩიდან გამოეკომაგნენ. ეს შემთხვევითი არ არის. ივანიშვილი აუცილებლად დაზარალდება ამ პროცესში, იმიტომ რომ ყველას ნათლად ესმის მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილს რამ ჩამოთვლილი დანაშაულებებზე ბევრად მძიმე და ბევრი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. იქნება ეს კორუფცია, დევნა, პატარა ბავშვების დევნა, ის ბერას ისტორია მარტო რაღაც, რომ არასრულწლოვან ბავშვს მიუგზავნა ვიღაცა კუნთმაგარი და გონება შეზღუდული ტიპები, რომლებსაც დააშინებინა პატარა ბავშვები. პატარა ბავშვები, ვიღაც კუნთმაგარი ადამიანები, ბიჭები და სპეცრაზმელები მიუგზავნა და ბედნიერი ხითხითებდა პრემიერ-მინისტრი, რომ თურმე ვიღაცამ ჩაისვარა, ციტირებ, ხო? იმ მომენტში პრემიერ-მინისტრი არ იყო, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულება. ეგ ისევ იგივე ადამიანია, უფრო უარესია, იმიტომ რომ ამის დამოუკიდებლზე და ამისგან სიამოვნებით მეტი ძალაუფლება მიიღო. ამიტომ ამ ვითარებაში მე ბევრად უფრო მძიმე შეფასება მაქვს, უბრალოდ ისიც ცალსახაა, რომ ახლა ივანიშვილი სჯის ღარიბაშვილს პოლიტიკურად. ეს არის პოლიტიკური სასჯელი და ღარიბაშვილმა წუწუნს თავი უნდა დაანებოს, რომ თურმე რა სასტიკია საქართველოში მურუსიძის სასამართლო სისტემა, თურმე რა სასტიკია ქართული ოცნების უსამართლო ხელი. აბა კითხოს პოლიტპატიმრებს, სრულიად უსამართლო და უკანონო დროს ხედან ციხეში. აბა კითხოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ციხეში არიან გამომწყდეული უკვე მე რამდენი წრეზე აღარავინ აღარ იცის. აბა კითხოს დამოუკიდებელ მედიას, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს გადის. აბა კითხოს არასამთავრობო სექტორს, რომელიც გაანადგურა ღარიბაშვილმა მათ შორის ხან თავმჯდომარე იყო იმ პარტიის და ხან პრემიერ-მინისტრი. თუმცა ცხადია რომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის ძალიან მძიმე საქმე, რომელიც რომელზეც ივანიშვილი მშრალი ვერ გამოწვევა და აუცილებლად დაზიანდება, მიუხედავად იმისა, რომ აქვს იმედი საკუთარი პროპაგანდისტული არხებით, იქნება ეს ტელეკომპანია იმედი, სხვა რუსთავიორი თუ სხვები, რომ კიდევ ერთხელ ეცდება იმდენად გააშავოს და გააფუჭოს ღარიბაშვილი, რომ ეს ამ ზიანის მინიმიზაცია გააკეთოს. თუმცა არ მგონია, რომ ეს ბოლომდე გამოვიდეს. მართლა ძალიან რთული იქნება, რომ ყველა ეს ადამიანი საერთოდ ხმა არ ამოიღონ წაყენებული ბრალდებების შინაარსი მეტყველებს თავად სისტემის ამ პირამიდის მავნებლობაზე, კორუფციის სიღრმეზე და გახსნილობაზე. ფარაონი ვინ არის ამ ქვეყანაში ყველა მიცის, რომ სავილაპარაკოთ, ეს ბატონმა გია ნოდიამ უფრო სულთანი ახსენა, შეგვიძლია ფარაონი, რაც კიდე ის უწოდოთ, ამ შემთხვევაში თავად ბატონ ივანიშვილს. ერთი რამ არის, რომ მის მიღმა ამ სისტემაში არაფერი არ ხდებოდა, მით უმეტეს ღარიბაშვილისნაირი ადამიანებისაგან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ სისტემაში გაჩენილ არა ბზარებზე უკვე, არამედ ნაპრალებზე, თუმცა პოლიტიკურ პროცესში ნაპრალებ გაჩენილმა მავნებლურმა სისტემამაც კი შეიძლება საკმაოდ დიდხანს იარსებოს, თუ ამის ალტერნატიული ძალა არ მოქმედებს ფლევის მისაღწევად. ამიტომ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე დავიწყოთ საუბარი თქვენი პარტიის პოზიციებზე, რაც გარკვეული გაგები და გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის განმავლობაში პოლიტიკური პარალიზების შეგრძნება უჩნდება ჩვეულებრივ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიების, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები აშკარად უფრო აქტიურად დადიან, სრულიად
მივარდნილი სიტყვა არ მინდა მივიწყებული ვახსენოთ ხო მივიწყებულ ადგილებშიც კი ჩადიან ხვდებით ელაპარაკებით მარტო თქვენ არა რამდენიმე სხვა პარტიის წარმომადგენელი ან პოლიტიკური პროცესი ამ გაგებით ეს მაინც არ არის პოლიტიკური პროცესია ხალხთან ურთიერთობა მაგრამ ეს ესვისაც ჭირდება პოლიტიკურ პარტიებს აი როგორ უყურებთ თქვენ თუნდაც პოლიტიკურ შემოდგომას ან კიდევ უფრო ცოტა განგრძო უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ცვლილებების მიღწევის გზებს გააქტიურდა სამართლიანი არჩევნებისათვის ბრძოლის სტრატეგიაზე ფიქრი განშა არა მარტო კოალიციის არამედ უკვე ახალშემოსული პოლიტიკურ სცენაზე ჯერ საქართველოს მხრიდანაც აი ლელოს პოზიციები და ხედვა როგორია ამ მხრიდან კრიზისი კიდევ უფრო დამძიმდება ივანიშვილს გაუჭირდება მართვა იმ პირობებში როცა გუნდი შიგნიდან ეშლება საგარეო განწყობები მის მიმართ არის უზომოდ კრიტიკული თავისი სანქციების გაფრთხილებებით მათ შორის და უახლოეს რამდენიმე დღის წინ ამ დღეებში მოვისმინეთ არა კონკრეტულად საქართველოსადმი გაკეთებული, მაგრამ ზოგადად საქართველოს მოიაზრებოდა გაკეთებული განცხადებები, რომელიც მაგალითად ირანთან ვაჭრობის საკითხებს ეხება ანტიამერიკული პოლიტიკის გატარებას, ეხება ანტიამერიკული პროპაგანდის ტყუილის, დევნის, საელჩოზე თავდასხმის, პოლიტიკური თავდასხმის შემთხვევებს და ასე შემდეგ და შესაბამის პასუხებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ბიზნესმენებს ამის ეშინია. პარალელურად ის ცდილობს, რომ უსაფრთხო სივრცეში გადმოიტანოს თავისი ქონება ამ შემთხვევაში კაიმანის კუნძულებიდან გადმოქაჩა ქონება თავისი მეუღლის სახელზე საქართველოში. ეს ერთის მხრივ შეიძლება ნიშნავდეს მას, რომ ივანიშვილს აქვს იმედი, რომ კიდე ძალაუფლება შეინარჩუნებს საქართველოში, მაგრამ მეორეს მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ მას ეშინია და ეს ხიფათი, რომელიც მის გარშემო ყულფი რომ ვიწროვდება, გრძნობს და ეს მისთვის სრულიად მოსალოდნელი შედეგით შეიძლება იყოს. ამის პარალელურად ჩვენ გვაქვს ერთადერთი სტრატეგია, რომ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს, ვეძებოთ პარტნიორები სხვა პოლიტიკური ძალების სახით და პოლიტიკური აქტორების სახით. კომუნიკაცია არსებობს, რიგი კომუნიკაცია სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან არ შევზულდავ საკუთარ თავს არც მოძრაობაში, სამოქალაქო მოძრაობა იქნება პოლიტიკური პარტია თუ ასე შემდეგ, პოლიტიკურ ჯგუფებთან არსებობს კომუნიკაცია, ჯერჯერობით იმის კონტურები, აი ახლა რისთვის უნდა გაერთიანდე არ არსებობს. ამიტომაც ჩვენ არ ვჩქარობთ, ვაგრძელებთ მეგობრობას, პარტნიორობას, საუბარს იდეებზე, საერთო სტრატეგიებზე და ასე შემდეგ. ჩვენი სტრატეგია ნათელია ტოტალურ წინააღმდეგობა საგარეო ველზე ქართული ოცნების, ანტიქართული ოცნების წინააღმდეგ, ბრძოლა ქვეყანაში უსამართლობის, უკანონობის, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გამოიხატება ბევრ სხვადასხვა ტიპის ქმედებაში და ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურად დედაქალაქში და რეგიონებში შეხვედრები მოსახლეობასთან, ბრმა შეხვედრები მათ შორის. კიდევ უფრო დამაზუსტებელი შეკითხვა, ასე ვთქვათ. მოლოდინი იმისა, რომ ყველა გაერთიანდება, დიდი ხანია აღარ აქვს ოპოზიციურ შემადგენლობა ქართულ საზოგადოებას. თქვენ არც გქონიათ. თუმცა არჩევნებამდე ამ მოლოდინებს საკმაოდ ბევრი სერიოზული საფუძველი ჰქონდა. არჩევნების შემდგომ პროცესზე ვლაპარაკობ უკვე მე. ის კი არა და გაერთიანების გარკვეული ცენტრები, რომელიც ჩამოყალიბდა, იქაც კი დესტრუქციულმა ელემენტმა უფრო მეტად იმარჯვა, ასე ვთქვათ, ვიდრე საპირისპირო. ამიტომ ამ ხრივ თქვენი დაწნეხვა არ ამგონია ხდებოდეს ან საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, ან მედიის მხრიდან, ან ვინმეს მხრიდან. მაგრამ იმისთვის, რომ თქვენი სტრატეგია ლელოს შემთხვევაში, ან სხვის შემთხვევაში გახდეს ეფექტური, ის უნდა ასხივებდეს გარკვეულ ძალას. ლელო ერთ-ერთი ყველა სერიოზული მოთამაშეა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე, მაგრამ არსებული პირობების გათვალისწინებით ავტორიტარულ სისტემაში მას აუცილებლად ჭირდება პარტნიორები, რომელთან ერთად რეალიზებული ტაქტიკური ნაბიჯებიც უფრო შედეგიანი გახდება. აი, როგორ უყურებთ თქვენ ამ სურათს? დავარქოთ ამას პირობითად ძველი ნაციონალების ფლანგზე არსებული სიტუაცია საკმაოდ ქაოტურია და ამის ანალიზს მე თქვენ არ გთხოვთ, ვერ გაგიმეტებთ ამისთვის, მაგრამ
შედარებით ასე ვთქვათ შუაში არსებული პოლიტიკური წარმონაქმნების ჯგუფების ფიგურების მხრივ მაინც შეიძლება არსებობდეს მოლოდინი მეტი თანამშრომლობის და ამ მხრივ ლელოს ბუნებრივია რა ალბათ უფრო მეტი რესურსიც აქვს და უფრო მეტი პასუხისმგებლობაც. ფიქრობ თუ არა ამ მიმართულებით თქვენ სტრატეგიასთან ერთად ტაქტიკურ დონეზე უფრო ქმედითი და ხმაურიანი იყოს თქვენი მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეკითხვა, რომელშიც დევს მათ შორის ოპოზიციის ჯამურად წარმატების გასაღები. ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რიგ პოლიტიკურ აქტორებს მოუწევთ ერთად დასხდომა და საუბარი. და თუ ვიღაცა შეიძლება ტოტალური გაერთიანების ჯერა, მაგრამ შეუძლებელია. ლელო ვერასდროს ვერ იქნება ისეთ პოლიტიკურ სუბიექტთან გვერდით, რომელიც თავადვე რამდენიმე გამოცდილებით არის ყოველთვის ჩამშლელი, დამრღვევი ერთობის, პირობის და ასე შემდეგ. ამიტომ არიან ესეთ სუბიექტები, იმათ არ შევეხოთ, დაისვენონ, ერთმანეთი ლანძღონ და ალბათ ვერც ვერაფერს ვერ მიაღწევენ. და მეორე მხარეს არიან სუბიექტები, რომლებთანაც ან აქამდე გვითანამშრომლია, ან ახალი სუბიექტის სტატუსით შემოდიან პოლიტიკურ ველზე, მათთან რაიმე ტიპის სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოება, ან რაიმე ფორმებით თანამშრომლობა, ეს ჩვენთვის არის მათ შორის იმ ტიპის პრიორიტეტი, რომ მათი ძალის ხმევა არ დაიკარგოს. ჩვენ საუბრობთ მომდევნო არჩევნებზე რა ფორმით მივაღწევთ, როგორ მივაღწევთ, ბრძოლის პროცესია და ეს ბრძოლის პროცესი და წინააღმდეგობის პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა იმაზე, როგორ უნდა იყოს ეს არჩევნები. კი, მათ შორის ვსაუბრობთ, როგორ უნდა იყოს და ჩვენ ამას ნასაუბრები გვაქვს დიდი ხანია. დოკუმენტები გვაქვს დაწერილი, ერთობლივად ხელი გვაქვს მოწერილი ამ დოკუმენტებზე, რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს, რა უნდა დაკმაყოფილდეს, რომ არჩევნებს დაერქვა სამართლიანი, როგორი უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არაფერს ვაღობთ, ძველი ვინ უნდა დაისაჯოს და ასე შემდეგ. აი, გადავდოთ დროებით ეს საკითხი თუნდაც და ვთქვათ, როგორი უნდა ყველაფერზე ნამსჯელი გვაქვს, ნაკამათები, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, შესაბამის პროფესიონალებს, ლექტორებს, პროფესორებს, ამ კოდექსის თავის დროზე ავტორებს სხვადასხვა პერიოდში ცვლილებაში ყველას ნამსჯელია და ძირითადად წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2024 წლის გათვალისწინებითაც რაც 2024 წლის იმ ხარვეზების გათვალისწინებით რაც არსებობდა, რაც მათ შორის ჩვენც დაუშვით. ან გამოგვეპარა ან ცვლილებების გათვალისწინებითაც რომელიც კიდე დაუმატეს მე ეს არჩევნო კოდექსს. ეს დოკუმენტები არსებობს. აი ზურაბ ჯაფარიძემ რო მოგმართათ, რა ვიცი ყველას, ვინც შედარებით როგორ ვთქვათ, რომელთაც არ გაქვთ ესეთი ცალსახა პასუხი, რომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ემზადებით არჩევნებისთვის. ზურაბ ჯაფარიძეს ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა ისეთი, მაგრამ კეთილგანწყობილი, მაგრამ აშკარად კრიტიკული მომართვა ჰქონდა, რომ ჩამოთვლილი ჰქონდა რაღაცა თემები, რაზე პასუხებსაც ელის, მათ შორის ალბათ თქვენგან და სხვებისგან, რაზე პასუხების მეშვეობითაც ის დარწმუნდება და სხვასაც შესაბამისად მერე დაარწმუნებს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს. აი ეს დოკუმენტები, რასაც ახსენებთ, აი ეს პასუხები და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ რაღაცები ჩამოწერილი გაქვთ, რაც გამოსასწორებელია, რომ იმ არჩევნებს აზრი ქონდეს. ამის თაობაზე მაინც თუ არის შესაძლებელი არა პარტიულ ფორმატში, არამედ რაღაცა სხვა ფორმატში მაინც თანამშრომლობა, ურთიერთობა, აზრების გაცვლა, ერთად ბრძოლა შემდგომში. ხო, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ასევე მეგობრულ, ფორმალურ და არაფორმალურ ფორმატებში, რა ტიპის მსჯელობაც არერთხელ ყოფილა. ზურა ჩემგან პატივისცემის მიუხედავად არის მხარე და ზურას შეკითხვები არ იყო ობიექტური შეკითხვები, ეს იყო მხარის მიერ დასმული 9 თუ 10 შეკითხვა, რატომ არის ბოიკოტი სწორი. და ამას საჯარო განხილვაში ამას შესულით არ მგონია რომ ან ზურამ, ან ჩვენ, ან ოპოზიციამ იხეიროს და ძალა გამოასხილოს. კიდევ ერთი დაპირისპირებით, სადაც ისევ იქნება მე უნდა მოვყვე არგუმენტები, მათ შორის უკვე ემპირიულად დადასტურებული ფაქტები ვაჩვენო, რომ არჩევნების გამოტოვებით, მუნიციპალური არჩევნების გამოტოვებით ბიძინა ივანიშვილი გაძლიერდა. და აქეთ ოპოზიცია დასუსტდა. რეგიონალურ სტრუქტურებში არ წავალ პესიმიზმში, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რაც დასაყრდენია კონკრეტული პოლიტიკური ბრძოლის მათი პარტიებისთვის, მათ შორის. ნუ სამწუხარო მოვლენა
ამაში არ ჩავალ და მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა რაც იწვევს დამატებით ან ძალიან განსხვავებულ აზრებს, ან ბრაზ ზურა შეიძლება აკონტროლებს ბრაზს და არ გადადის მძიმე ბრალდებებში, მაგრამ მისი პარტიის წევრები ვერ აკონტროლებენ და ეს მრავალგზის და მრავალჯერ გვინახავს, რომ ცუდ ფორმებს ღებულობს. ამიტომ სულად ჩვენ მეგობრები ვართ, კომუნიკაციაც გვაქვს ერთმანეთთან, შეგვიძლია ტელეფონით ავიღოთ, სანამ 10 შეკითხვას გამოაქვეყნოთ, დავრეკოთ ერთმანეთს, შევხვდეთ და ვისაუბროთ ამ საკითხებზე. თუ ამ საუბარს აზრი აქვს, რომ შეიძლება საერთო წერტილამდე მივიდეთ. თუ საერთო წერტილამდე მისვლის შესაძლებლობას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი, ამ შემთხვევაში 4 ნომერი იქნება სხვა, საერთოდ არ უშვებს, მაშინ ლაპარაკი ის კი არ არის, რომ შევთანხმდეთ. არამედ ვინ ვის რაღაც ახალ ბრალდებას მოუფიქრებს, რაში მონაწილეობასაც ლელო არ ვაპირებ. კარგი, აღარ გავარღვევ ამ თემას, მაინც იმედი მაქვს, რომ არაფორმალურად მაინც ეს ურთიერთობები რაღაც დადებითისკენ წაიყვანს პროცესს. სხვაგვარად უბრალოდ ვერ წარმოგიდგენია, მივხედოთ ხალხს. უпроსორეთ რა გითხრათ ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ხვდებოდით და ახლაც ხვდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თორსტები გუშინ სამხრეთ საქართველოსთან სამსაჯაოხეთიდან ჩამოხოდით. რა არის მთავარი გამოცდილება ამ შეხვედრების შედეგად? რას დააკორექტირებთ? რა მიგაჩნიათ, რომ სწორად აკეთეთ აქამდე? როგორია პოლიტიკური დაკვეთა, მათ შორის დღის ეს რიგზე უბრალო ადამიანების მხრიდან? საინტერესო ამბავია ის, რომ პოლიტიკოსებმა უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ ის, რომ მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული რა ხდება ქვეყანაში. სამწუხაროდ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, 21 საუკუნეში არ არის ინფორმირებული რა ხდება ქვეყანაში. რა არის ამის მიზეზი? ეკონომიკა, უსახსრობა, ტექნოლოგიური მიუწვდომლობა, პროცესის მიმართ იმედგაცრუება და ინფანტილურობა, თუ რა? ალბათ ჩვენც რო ვიცოდით მათ შორის ალბათ ყველაფერი ცოტა. ეს არის პროცესისადმი იმედგაცრუება, ალტერნატივის საკმარისად ვერ დანახვა, პროპაგანდა, სადაც მაგალითად ტელეკომპანია იმედზე ყველაფერი კარგად არის და წარმოუდგენელი ტყუილების კასკადი მიდის. არაფერს ვამბობთ პოზიტივზე და სხვა სუბიექტებზე. ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანები 24 საათი ველზე არიან გასულები და შრომობენ. სხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში, უბრალოდ ადამიანებს დრო არ აქვთ. დრო არ აქვთ და მაქსიმუმ რაღაცა ჩასქროლონ რომელიმე სოციალური ქსელი და შემთხვევით თუ გადაგაწყდნენ იქ შეგათვალიერებენ და შეიძლება რაღაც დასკვნა გააკეთონ. ამიტომ ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია, მათ შორის სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, საერთოდ ალტერნატივებს შორის, საერთოდ რა ხდება, როგორ ხდება, კარგია ივანიშვილი თუ ცუდია, ბევრგან არის ეს პრობლემა. მე ამას ფაქტობრივად ვხვდები. ცხადია, თანაბრად ვერ იქნება ურბანულ ცენტრებსა და სასოფლო დასახლებებს შორის. უცნაურია, რომ ტექნოლოგიების განვითარებას თითქოს ეს ბარიერები უნდა მოიხსნა, მაგრამ თქვენ როგორ შთაბეჭდილება გრჩებათ? ეხლა რასაც ამბობთ, მაგალითად, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე და მაგალითად დიდ ქალაქებში პრობლემა და სოფლები ყველაფერი ერთნაირად არის. თითქმის თანაბრად არის, დიდ ქალაქებს თავისი აჩქარებული ცხოვრება აქვთ და უბრალოდ არ აინტერესებთ. სამწუხაროდ არ იციან საერთოდ რა ხდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, როცა ჩვენ თვლით, რომ ერთი განცხადება გააკეთა ირაკლიმ, ნიკამ, ანუ გიორგიმ და ჩვენ გვგონია, რომ აი მთელმა საქართველოს მოისმინა ეს. არ მოусმენია მთელ საქართველოს სხვანაირად უნდა მიწვდა ეთერიდანაც, უნდა მიწვდა ფიზიკურად შეხვედრა, სოფელში შუკაში და ჩიხში, როცა დაგინახავს ის ამორჩეველი, მე მაშინ ხვდება, რომ თურმე აგვისტოს შუა რიცხვებში, როცა სიცხეში და უბედურებაში ხარ კონკრეტულ ადამიანთან ჩასული სოფლად, ხედავს, რომ რაღაც არაფერი ამის გამო მედალს არავინ დაკიდებს და პირიქით შეიძლება ვიღაცა მეორე ოპოზიციონერი გამოვიდეს დაგცინოს, რომ ხალხში დადის თურმე ვითომ რამე შვება, ხო? ის გაფასებს, ამორჩეველი გაფასებს, თორე ეხლა სხვა ოპოზიციონერი დამცინებს, არ დამცინებს, რაში მაინტერესებს. ეს არის ერთ-ერთი კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი მხარე, მათ შორის სოციალურ ქსელში კომუნიკაციის ახალი წყაროების და გზების აწყობა და ძიება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინმე გათვითცნობიერებული ხდება პოლიტიკურ პროცესებში ყველა ამბობს, დაანებეთ ერთმანეთზე ლაპარაკს, თავი და კრიტიკას.
თუ ვერ ერთიანდებით, მინიმუმ ნუ გავანძღავთ ერთმანეთს და ჩვენ ამას მართლა გულწრფელად ვცდილობთ. გვიწევს ხოლმე რაღაც ცოტა ყველაფერზე პასუხი, მაგრამ ვცდილობთ რომ სხვის კრიტიკაში არ გადავეშვათ. ძირ თავდაცვის რეჟიმში ვარ და არც თავდაცვის რეჟიმში არ ვარ. რაზეულები რო რაზე ილაპარაკეთ, ეს რუსთვის გამოიყენეთ. ჩვენზე ილაპარაკ. ხალხზე ილაპარაკ. ყველა ადამიანს სოციალური პრობლემა, იმიტომ რომ თუ საზოგადოებაში არსებობს ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც აქვს უსამართლობის განცდა, ბევრ ამასთან მიმართებაში, ფასები რომ მაღალია, პენსია რომ დაბალია, საშუალო ხელფასი რომ თავისი 100,000 ლარი, 100,000 ლარიანი ხელფასიდან უთვლიან და სინამდვილეში რომ 900 ლარი აქვს, ან 800 ლარი საშუალო ხელფასი, მედიკამენტები რომ ძვირია არ ყოფნით, ვალდებულებები თუნდაც საბანკო ძალიან მძიმედ რომ აწევთ, ან ბევრი პრობლემაა ამ ქვეყანაში. ბევრი პრობლემა და ამ ბევრ პრობლემას შორის ისინი ვერ ხედავენ გამოსავალს და არც არავინ არ ლაპარაკობს ამ პრობლემებზე. ვიღაცა დანარჩენმა საქართველოს რო იცის რომ ეს რუსული ხელისუფლებაა და ან რეჟიმია და ძალადობრივი დაჯგუფებაა ქართული ოცნება ვთქვათ, ხო? ამათ აღარ ჭირდებათ უკვე ლაპარაკი და ახსნა, მაგრამ ის ვინც სოციალურ საკითხებზეა ჩამოკიდებული, აინტერესებს სარწყავი სისტემა მის სოფელში იქნება თუ არ იქნება, სკოლა აშენდება თუ არა, ბაღი აშენდება თუ არა, თუ აიყაროს საერთოდ იმ თავისი რაიონიდან და წავიდეს უცხოეთში საცხოვრებლად. ვერმა ესე გააკეთა. მოდი უხეშად რა თქვა, ოპოზიციონერს რა აქვს სათქმელი და საპასუხო ამ ხრევ. მან მხოლოდ შეიძლება ხედვაზე ელაპარაკოს, ხედვა და პასუხისმგებლობა იყოს. გადაწყვეტილებების ბერკეტები, რესურსები მის ხელში არა. პასუხისმგებლობის აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი უნდა ითქვას ის, რომ სადაც კი ჩავედი, მეორე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაცვიდნენ. პანიკით, ისტერიკით. მაგალითად ერთ-ერთ რაიონში ვიყავი, სოფელი ერისიმედი. ერთი კვირის შუალედში ორჯერ ჩავედი. უმძიმესი მდგომარეობაა, ეკომიგრანტები ცხოვრობენ, სოფელი იტბორება, იძირება, გზა არა, წყალი არა, კატასტროფა ხდება საერთოდ. ძალიან დიდი სოფელია, სხვა შორის აზერბაიჯანის საზღვართან ზუსტად. ეს ამ პრობლემებზე ვისაუბრეთ, გავაშუქეთ მედიის მხარდაჭერით და ზუსტად 6 დღეში, ანუ მეორე ჩასვლის დრო როცა ხდება, იქ მოსახლეობას წინასწარ ვაფრთხილებთ, ჩემს და ჩემი მეგობრების ჩასვლამდე 2 საათით ადრე ზუსტად დავთვალე 26 ავტომობილი ჩინოვნიკებისა იყო ჩასული. იქ ბოლო რადგან საზღვართან არის ახლოს, გაჩერებენ. ჩვეულებრივი სასაზღვრო პუნქტია, გაჩერებენ და უნდა გაგატაროს. და სუსმა დაგუბლოკა, არ შეგვატარა სოფელში. ვიდრე კიდე ველოდებოდა და ვერ მოხსენი რატო გვაყოვნებდნენ, იმიტომ რომ ერთი კვირის წინ ჩვეულებრივად შევედი და აი ეს დგავარ მე ოთო ფარულავა, ფიქრია ჩიხრაძე, ჩვენი კოლეგები და მეგობრები დგავართ აი ამ პუნქტთან, ჯარისკაცები პატივსანი ხალხი ხა სიფრთხილით იწოდნენ. ვერ გაგვატარეს და ამ დროს ხედავ რომ უზარმაზარი კოლნა 26 ავტომობილი დავთვალე, ლექსუსები, პრადოები, უბედურებები, აქეთ ანზორ ბოლქვაძემ ჩამოიგრელა, ჩამოვიდნენ ხელი ჩამოართვეს ამ ჯარისკაცებს, 26 მანქანა. და იქ რაღაცა პროექტი დაამტკიცეს, რომ აი აქ წყალსაც შემოვიყვანთ ასე შემდეგ. ხელოვნად თავისით არ ხდება ეს ყველაფერი. შეშინებულები არიან, იმიტომ რომ სადაც კი ოპოზიციონერი ჩადის, ეშინიათ, რომ იქ მხარდაჭერა არ დაკარგოს, ან იმედი არ გააჩინოს ოპოზიციონერმა, ან რაღაცა სიახლის შეტანა შეძლოს. ამიტომ ამ პროცესს აქვს თავისი გამოხატულება მხარდაჭერის ნაწილში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციის აქტივობას ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში აქვს აზრი. კი, არწმუნებული ვარ ამაზე. ის რომ ივანიშვილი და სისტემა კონკურენციის თემას უყურებს და მგრძნობიარეა ამ თემის მიმართ, ეს მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ხალხში ბრაზია დაგროვილი და ეშინია და ეძებენ უბრალოდ მოკავშირეს, რომ აი რო გამოვიდეს და იბრძოლოს სიღნაღში, დედოფლის წყაროში, ხელვაჩაურში თუ ლანჩხუთში, ჭირდება რომ უბრალოდ ერთ პოლიტიკოს, რომელიც ტელევიზიით გამოდის და ლაპარაკობს, იცნობდეს ამ ის ტელეფონის ნომერს როცა ვაძლევ ადამიანს და ერთადერთი ტელეფონი მაქვს უკვე 21 წელია. ნომერი. ერთადერთი ნომერი მაქვს, ხო, სატელეფონო ნომერი და არ შემიცვლია. რო ვაძლევი, იმედი აქვს. რაღაც გაუჭირდა დამირეკა, იქ ვიღაც მამას შეუთვალეს სკოლის დირექტორს, რომ უთხრეს ახლა გაგაგდებ სამსახურიდან და ჩავედი სპეციალურად იმავე საღამოს და ვესტუმრე ოჯახში და ვთქვი, რომ თუ შენ პრობლემა შეგექმნება, მე შენ გვერდით ვიქნები. ეს იცით რამხელა იმედია, რასაც თქვენ ამბობთ, როგორ ვეძახით, მივიწყებულ სოფლებში და მიუვალ ადგილებში, სადაც პოლიტიკოს თვალით არ უნახავთ და კი უხარიათ, რომ დღეს ტელევიზიით გნახა და ხვალ მასთან ეზოში რაღაცა მსხლის ქვეშ ზიხარ და თუნდაც აიმედებ რაღაცები.